გასულ წელს ვირტუალური ვიდეოებით ცნობილი რუსი მომღერალი ნატაშა იონოვა, იგივე გლუკოზა, თბილისში პირველად ჩამოვიდა. მაშინ მისი კონცერტი შედარებით ვიწრო მასშტაბებში ღიაცის ქვეშ კლუბ 16 რაუნდში ჩაიტვირთა. შესაბამისად, არც თუ დიდი რაოდენობის მსმენელისთვის. როგორც ამბობენ, თბილისში მომღერალი მეორედაც იყო ჩამოსული, თანაც კერძო მოწვევით. თუმცა ამ ფაქტის შესახებ ყველაზე ნაკლებს საუბრობენ. ზემოხსენებული ფაქტით რამდენიმე სამამულო გამოცემაც დაინტერესდა მათი ინფორმაციით, ვირტუალური გოგონას რეალური პროტოტიპი ერთი საღამოსთვის თბილისში მართლაც იყო მოწვეული. მოკლედ რუსეთში და მის საზღვრებს გარეთაც გახმაურებული პროექტი გლუკოზა და ამავე პროექტის ყველა წევრი თბილისში რიგით მესამედ ყველაზე მასშტაბური კონცერტისთვის რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. გოგონამ, რომელსაც კვენტინ ტარანტინო, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ცნობილი მულტსერიალი მასიანია და ჯეკი ჩანის მონაწილეობით фильмები მოსწონს, ისიც კი განაცხადა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყოველთვის დიდი сиамოვნებით ჩამოდის. Вы знаете, нам действительно очень нравится. Настолько нравится. Во-первых, мы всегда, вот куда бы, никуда, а вот в Тбилиси мы всегда рады ехать. Недавно мы летали в Нью-Йорк, и мы когда сели, ну правда, честно, без всякой лести, мы загрузили самолет и сказали, блин, лучше полетели в Тбилиси. Но потому что здесь так встречают, кормят, на упад просто. Народ так встречает, все так принимают, что это настолько приятно, настолько здорово. Мы всегда рады по приглашению приехать. გლუკოზას ყურადღებიანი მაყურებელი მხოლოდ მისი სამგანზომილებიანი ანიმაციური კლიპებით კი არა იერალაშითაც იცნობს. ამის გარდა იგი რუსულ მხატვრულ ფილმ ტრიუმფშიც იღებდა მონაწილეობას. იღბლიანი გოგონა საესტრადო ისტორია 2001 წელს პროექტ გლუკოზას შექმნით დაიწყო და უფრო საინტერესო ცნობილ პროდიუსერ მაქს ფაძიევთან ურთიერთობის შემდეგ გახდა. ფაძიევთან შემოქმედებითი კავშირების შედეგად მაყურებელმა ცნობილი გმირის მასიანიას მიხედვით შექმნილი ვირტუალური გოგონა მიიღო რამდენიმე გახმაურებული სიმღერით. გლუკოზას პირველი ვიდეო საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი ნინავიჟუ იყო, რომელსაც ამავე კატეგორიის კლიპების მთელი სერია მოჰყვა. გლუკოზას სიმღერებს დღეს უკვე არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მღერიან, არამედ მათ საზღვრებს გარეთაც. თბილისში ამავე მომღერალზე წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა. ამის შემდეგ კი ის ფაქტი, რომ რუსმა მომღერალმა სპორტის სასახლეში საკმაოდ დიდი რაოდენობის მსმენელს მოუყარა თავი, გასაკვირი ნამდვილად აღარ არის. концертის წინ დაშაფრული псевдонимის მქონე მომღერალს აი ასეთი განწყობა ჰქონდა. Мы приехали с полной программой, эта программа обновленная. Тбилиси услышит новую песню, которую еще ни разу не слышали. Услышат такие песни, как «Снег идет», будет замечательное 3D-видео, будет 100% хорошей энергии. Ну и много-много разных сюрпризов, которых я не хочу прям сразу вам все раскрывать. თბილისში გლუკოზას სრული შემადგენლობით 6 მუსიკოსი ჩამოვიდა და ქართველი მსმენელისთვის დაპირებისამებრ ცნობილი ჰიტებით შეასრულა და ახალი სიმღერებიც. ეს კი ის პროგრამაა, რომლითაც ჯგუფი გასტროლებზე დადის. ყველაზე საინტერესო კი, რასაც მსმენელი გლუკოზასთან ერთად თბილისურ კონცერტზე ელოდა, ის სპეცეფექტები იყო, რომელიც ჯგუფს ყოველთვის თან აქვს იმისთვის, რომ შოუს სახელწოდებით გლუკოზა არა მხოლოდ მუსიკალურად, арамედ სანახაობრივადაც საინტერესო და განსხვავებული იყოს. მოკლედ ქართველმა უმეტესად კი თინეიჯერული ასაკის მსმენელმა სანახაობა ნამდვილად მიიღო. Эта программа, она обновленная, так что мы проехали всего 4 города с ней, Тбилиси 5. პროექტი გლუკოზა, რომელიც თავისი ფორმატით არა მხოლოდ რუსულ პუბლიკას ხიბლავს, როგორც ირკვევა კიდევ დიდხანს აპირებს ჩვეული ანიმაციური, ვირტუალური და მუსიკალური ფორმის შენარჩუნებას. რადგან ამავე ფორმით ჯგუფის პოპულარობასა და რეიტინგს საშიშროება ჯერჯერობით ნამდვილად არ ემუქრება. ისე კი თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატაშა იონოვა უკვე საქართველოს ფანია, არ არის გამორიცხული იგი თბილისში თავის ჯგუფთან ერთად კიდევ ერთხელ და არაერთხელ ჩამოვიდეს. Стиль у нас меняется как? У нас нет какого-то стилиста, который нами занимается. Вот новый альбом, он, конечно, по стилю немного отличается от первого. Но так как я расту, я взрослею, моя публика растет вместе со мной. Вот приехала, дети встретили уже все за год за этот подросли. Так что для них тоже они будут расти вместе со мной, а я буду расти вместе с ними.